ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების ექსპერტებმა მინისტრ ხალხუნა გოგოლაძეს დარიალის ხეობაში დევდორაკის ღვარცოფით გამოწვეულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შედეგები და რეკომენდაციები გააცნეს. უცხოელი ექსპერტების ჯგუფი ქართულ ექსპერტებთან ერთად 25 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ყაზბეგში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეისწავლეს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები. ასევე საომავლო რისკების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები შეიმუშავეს. ევროკომისიის ექსპერტთა განცხადებით, დევდორაკის ღვარცოფი ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია და მომხდარს ჰესის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. ჩვენი სამინისტროს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკომისიის ექსპერტები, რომელთა ვიზიტის მიზანიც გახდათ დევდორაკში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე შესწავლა და პირველადი რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი ნაბიჯებისათვის. საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებული პირველადი რეკომენდაციები ამყარებს ჩვენი გეოლოგების და ექსპერტების მიერ დადებულ პირველად შეფასებებს. გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე და წარმოვადგინეთ მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაციები. მოკლევადიანი რეკომენდაცია მოიცავს ადრეული შეტყობინებების ავტომატური სისტემის დანერგვას, რომელიც დაიცავს ასეთი შემთხვევებისგან როგორც მოსახლეობას, ისე ზოგ შემთხვევაში კერძო ქონებასაც. საშუალო და გრძელვადიანი რეკომენდაციები მოიცავს სამეცნიერო სამუშაოების გაძლიერებას ამ მთის მონიტორინგისა და მისი ბუნების განსასაზღვრად. აღნიშნული ღვარცოფი ბუნებრივი პროცესებიდან იყო გამოწვეული.